ბრძოლაში ვარ, ძალიან უდიდეს გადამწყვეტ ბრძოლაში ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად მოვიგებთ ჩვენ ამ ბრძოლას, იმიტომ რომ ესე უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისთვის. ხო, აი ქალბატონი ქეთევანი საუბრობდა იმის შესახებ, რომ ერთგვარი სადამსჯელო ღონისძიება ის, რომ მას შვილის ნახვის საშუალება არ მისცეს დღეს, ხო? ამ შემთხვევაში თქვენ შემთხვევაში რაღაც რეჟიმის გამკაცრება არის თუ არა ამ სქემის ნაწილი, ხო? როგორ არის თქვენ თამაში? რა უნდა, ანუ ყველას აბსოლუტურად სჯიან და ანუ მე მინდა უთხრა ყველას მშობელს, რომ არ ინერვიულონ, ეს არის ჩვეულებრივი ცირკი, ანუ ძალიან კარგად შეარქვა უკმალამ ამ თავის სასამართლოს ცირკი და ახმოვანებდა კიდევაც მუსიკალურად ხოლმე, შაპიტოს მუსიკით. და ანუ 9 თვის განმავლობაში, უკვე 10 თვის განმავლობაში ესე 8 თვე, 9 თვე, უკვე 10 თვე არის. 10 თვის განმავლობაში, რა ვიცი, აი ერთი და იგივეს აკეთებდნენ, ერთი და იგივეს ქმნიდნენ, რომ აი მაქსიმალურად გაეწელათ დრო, არ ჩაეტარებინათ სასამართლო, ანუ არც სალომე ზურაბიშვილს რო არ შეეწყალებინან, მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ აი ჩაეჭირათ, რაღაცეები არ გაეკეთებინათ, სწორად ანუ არც მქონდა მოლოდინი ყოველ შემთხვევაში, რომ გამიკვირდებოდა. ხო. მაგრამ აი ცოტა ისეთია, რა მძიმეა სასამართლოს დღე რო არის, აი ესე თარიღს რო ელოდები და აი სასამართლოს დღე რო არის, ცოტა მაინც განიცდი, შენც განიცდი და ის პატიმრებიც ხო ძალიან განიცდიან და ელოდებიან ოჯახის წევრების ნახვას. აი დღევანდელ სასამართლოს რომ დავუბრუნდეთ, შეიძლება ითქვას, რომ ნუ ისე მოიტანა დროებამ, რომ თქვენ უფრო გამოცდილი ხართ ამ საკითხში, ვიდრე ის ოჯახის წევრები, ვინც დღეს ცდილობდა, რომ სასამართლო პროცესი დასწრებოდა და საკუთარი ოჯახის წევრები, შვილები, ძმები ენახა. აი როგორ ფიქრობთ, როდესაც დახურვის გადაწყვეტილებას იღებს მოსამართლე, რა არის ის, რისი ნახვაც არ უნდა რომ დაინახოს საზოგადოებამ, არ უნდა რომ ეს სიმართლე ადგილზე ოჯახის წევრებმა, მარცი უფრო ფართო სფერომ, საელჩოებმა, ომბუდსმენის წარმომადგენელმა ადგილზე ნახოს, იმიტომ რომ დასწრებას სხვა ეფექტი აქვს, არა? აი რა არის ის, რისი დამალვაც ამ გადაწყვეტილებით სურდა მოსამართლეს? ხო, ანუ აი დღევანდელი დღე კიდევ უფრო შოკი არის, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები არ შეუშვეს. ლევან იოსელიანის სახალხო დამცველის. მათივე მხარდაჭერილი სახალხო დამცველის. ანუ არც ელჩები არ შეუშვეს, ნუ მშობლები ხო არ შეუშვეს და არ შეუშვეს. ჟურნალისტებს არ უშვებდნენ, ანუ რაღაცა გარკვეული პერიოდი იყო, სანამ ოკმალას მიუსჭიდნენ. ანუ აი ჟურნალისტებსაც იყო ის ზეწოლა, რომ არ უშვებდნენ, მაგალითად აი პუბლიკას ჟურნალისტს არ უშვებდნენ რაღაცა პერიოდი, მაგრამ აი თქვენ ყველანაირად ცდილობთ, რომ რაღაცნაირად ეს ყველაფერი გააშუქოთ. ანუ არ უნდათ, რომ ხალხმა დაინახონ, ეს იყოს მასშტაბური სანახაობა ამ ხალხისთვის, რომ ნამდვილად დარწმუნდნენ, რომ არ არის ეს სასამართლო სამართლიანი. ანუ არ არის სწორი გადაწყვეტილებები. აქ არის ყველაფერი აბსოლუტურად შეკერილი, შეთხზული საქმეები. ანუ რასაც უნდათ, იმას იტყვიან და იმას მოგაწუდიან, ეხლა როგორც დანარჩენი ტელევიზიები იმაშვებიან და აი როგორც ოკმალას ვიდეოები რო იყო გამოძიებაში, იყო იმედის ვიდეოები კონკრეტულად, აი სხვა ჩვენ რო წარმოვადგენდით ჩვენ ვიდეოებს, ხო, ანუ არ გვაძლევდნენ საშუალებას, ანუ პროცესში ჩვენი სასამართლოს პროცესში არ გვაძლევდნენ საშუალებას, რომ წარმოგვედგინა ეს რაღაცა მტკიცებულებები. ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება და შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. აბსოლუტურად ყველაფერი, კი, ხო და ну, რა ვიცი, აი ყოველთვის ესე იმაშვებიან, რა ქვია, რაღაცნაირი ზეწოლა არის, რომ არ გავაშუქოთ ის რაღაცეები და არ ვთქვათ, ხმამაღლა არ ვილაპარაკოთ. ხარვეზებზე, რომელიც საქმეშია. Facebook-ზეც არ დავწეროთ და ასე შემდეგ. ყველანაირად გვიზღუდავენ ჩვენს უფლებებს. ხო, საქმის ხარვეზების გამოაშკარავების გარდა, მე მგონი ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება იყოს დახურული ეს სხდომები, ჩემი აღქმით არის თუნდაც ის აპლოდისმენტები, რაც ისმის ხოლმე სხდომაზე, იმიტომ რომ არ უნდათ იმის ჩვენება, რომ საზოგადოება მხარს უჭერს ინდისის პარტიებს, ხო? კი,
ნამდვილად, იმიტომ რომ მართლა ცირკია. მეგობრებო, აი მართლა ცირკი. ანუ ჩვენ ადვოკატს ეუბნება მოსამართლე, რომ ეს რომ ჩვენი ადვოკატი რომ უმტკიცებდა კანონების მიხედვით და რომ ესაუბრებოდა მოსამართლემ უთხრა რომ ეხა გაჩუმდიო, თორეო დარბაზიდან გაგიშვებთო რა, ხელს მიშლითო პროცესის წაყვანაშიო. ანუ სრული ცირკი არის რა. ანუ არაფერი ის არ ხდება, რომ შეიძლება არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. გინდა მართალი ხარ, გინდა მტყვანი ხარ, აი როგორც აქვთ დავალებული იმ დავალებას ასრულებენ. ჩვენ ხო ვიცით რომ მოსამართლეების ზურგს უკან რეალურად დგას მწვრთნელი, რომელსაც აქვს მათრახი ხელში და როგორც ცხოველებს ცირკში, ისე ამ მათრახს იყენებს მოსამართლეებზე და ნუ ახლა რასაც უბრძანებენ, რასაც მიჩვეულები არიან და რაც აქვთ დასწავლი, ისე წინ აპელაცია გაქვს და რაიმე პოზიტიური მოლოდინი შეიძლება გქონდეთ ამ შემთხვევაში თუ ისევ ცირკის გაგრძელება. ეს არის ცირკის გაგრძელება და როლებში იგივე პროკურორი ყავს. ну მოსამართლე არის სხვა, გვარი აღარ მახსოვს, მაგრამ არც ის არ არის ამათგან. ну პრინციპში წინასწარ შეიძლება მაღალი ალბათობით ვივარაუდოთ, რომ თქვენი ქმრის საქმე ვერ გადაეცემა რიგით მოსამართლეს ისეც, რომლისგანაც ობიექტურობას შეიძლება ელოდო, ხო? არავინ არ არის ეგეთი მოსამართლე. ანუ არც მისცემენ ამ საქმეებს სხვა მოსამართლეებს. ანუ ამათ ყავთ კონკრეტული მოსამართლეები და კონკრეტული პროკურორები. ანუ მათედევიძის პროკურორიც იგივე ანი ხუბიჯაშვილი არის, რომელიც ოკმალას პროკურორი იყო და აი წარმოუდგენელ რაღაცეებს აკეთებდა. ანუ ადამიანს ედავებიან სასამართლო აქ და პროკურორი მიდის 3 კვირის განმავლობაში შვებულებაში. ანუ ეს ხო, ანუ რანაირი დამოკიდებულება საერთოდ ადამიანის მიმართ, ანუ არ ვიცი, ვერ ხვდები ამ ადამიანებში რა დევს, რა მორალია, თემიდას თვალებით ყვილა კი არა გახელილო, აღარ მინდა ყურებაო რა ამ ყველაფრის. აი, ეხლა ძალიან ჩახედული ჩანხართ უკვე სისტემაში, იმიტომ რომ შეგეხოთ პირადად თქვენ, შეგეხოთ თქვენს ოჯახს, თქვენს მცირეწლოვან შვილს. აი, რასაც ეხლა ყვებით. რამდენიმე თვის წინ, ან 1 წლის, ან 2 წლის წინ შეგეძლოთ წარმოგედგინეთ, რომ თქვენს ქვეყანაში ადამიანი არის ასეთი დაუცველი, როდესაც საქმე ეხება სასამართლოს. არა, ნამდვილად, იმიტომ რომ ჯეროდა რაღაცა პერიოდი, რომ მე ელემენტარულად ვიყავი დაცული, თუ რაიმე დამემართებოდა, კონკრეტულად დავრეკავდი და კონკრეტულ დახმარებას გამიწევდნენ და დღეს დაუცველი ვართ, ყველა აბსოლუტურად. იმიტომ რომ არანაირი სამართალი არ არსებობს და ისევ და ისევ იგივე მორალს ასრულებენ ეს ადამიანები. რამ შეიძლება შეცვალოს ეს ვითარება? აი, აქცები ვიცით, რომ უწყვეტად მიმდინარეობს, არსებობს აზრი, რომ რაღაც სხვა მუხტია კიდევ საჭირო, ან რაიმე ცვლილებები ამ პროცესში. აი, თქვენ როგორ ფიქრობთ, რამ შეიძლება რეალურად შედეგი მოიტანოს სინდისის პატიმრების დახსნის საქმეში? ეს ჩემი აზრით საერთოდ ერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთობა არის ოჯახიდანაც, სამეგობროდანაც, სამსახურიდანაც, ანუ აი სამსახურში რომ ერთ ადამიანს თუ დაუჭერ მხარს და 100 კაციც იტყვის რომ ჩვენ მართლა სიმართლისკენ ვარ და მოდი ვიბრძოლოთ, ნუ 100 კაცს ვერავინ ვერ მოერევა. ერთს მოერევა, მაგრამ 100 კაცს ვერავინ ვერ მოერევა, გამორიცხული. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად. მაქსიმალურად ძალები უნდა შევკრათ ჩვენი და ის ერთობა, ის თანაგრძნობა, ის კონკრეტული სიყვარული რაც გვამოძრავებს. ანუ ხო ყველა სიყვარული გვამოძრავებს და ხო ყველას ის კონკრეტული სიყვარულის მიღწევა გვინდა, რაც ჩვენი ქვეყნის არის, ხო და ამ ჩვენი პატიმრების დახსნა და ამიტომ სიყვარული ჯერა რომ გაიმარჯვოს. და ერთსაც გითხავთ რეჟიმის შეცვლამ ხანგრძლივ პაემნებსაც იმოქმედა სიხშირე შეიზღუდა, ხო? აი თქვენ და თქვენი პატარა როდის შეძლებთ რომ ნახოთ
გიორგი? მე ხვალ მაქვს ჩანიშნული პაემანი 1 საათიანი, ანუ ოკმალა საერთოდ განცხადებაში, რაც მისჯის შემდეგ მივიღეთ, ეს იყო ნახევრად დახურული დაწესებულებაში მოხდა ამ თავისი წლების. როდესაც გადაიყვანეს სხვა დაწესებულებაში, იქ გაირკვა შუაგზაში, რომ თურმე შეუცვალეს ეს მუხლი და ისევ დახურულში, ანუ 9 თვის განმავლობაში დახურულში იყო, ანუ ოთახიდან ვერ გამოდიოდა, ანუ არ ქონდა უფლება რომ გამოსულიყო. და ეხაც იგივენაირად დახურული არის და შეცვლილი არის კონკრეტულად სიტყვები, რომ უფრო მეტად საშიში პიროვნება არის თურმე გიორგი ოკმალაშვილი და გახდა საშიში. ამიტომ დახურულში მოუწევს სასჯელის და ბავშვი უფრო ნაკლებად სამჯერ შეეძლო და სამჯერ შეეძლო 24 საათიანი პაემნის საშუალება და ეხა წელიწადში 2ჯერ აქვს. ერთი უკვე გამოვიყენეთ მისჯის შემდეგ, ანუ რომ მიუსაჯეს გამიხარდა, ველოდებოდი, ანუ ერთი სული მქონდა, როდის მიუსჯიდნენ, რომ 24 საათიანი პაემანი ჩანიშნულიყო და ბავშვს მამა ენახა, იმიტომ რომ არ უნახავს და ის ძალიან განიცდის და ძალიან ტრამვული არის ეხა დღესდღეობით რა. ეს ერთ-ერთი მეთოდია რომ გაატეხონ ის რა გიორგის და თქვენს ხო? მანქანასაც არ გვატანდნენ ამდენი ხნის განმავლობაში, აი არაფერს არ აკეთებდნენ ისეთ რაღაცას, რომ აი ელემენტარულად ემპათია მაინც გეგრძნო მათ მიმართ, ანუ სულ ძირთადად ესე სასჯელის გაუარესება და გაუარესებისკენ მიდის და არ ჩერდებიან. ამ მეთოდების გამოყენების მიუხედავად მე ვიცი რომ თქვენ არ ნებდებით მხნეობას ინარჩუნებთ. გიორგი ხვალ მოგვიკითხეთ და უთხარით ჩვენგან რომ ხარს უჭერთ. ჩვენც არ ნებდებით, სანამ ის ციხეშია, ჩვენ არ გვაქვს უფლება რომ დავნებდეთ. სხვათა შორის გიორგი ოკმელაშვილის დედას მე და ელისო რუსთაველის გამზირზე ძალიან ხშირად ხედავ და ის გვიყვება ხოლმე რომ აი რაღაცა მორიგეობა გაქვთ ბავშვები ვის დაარჩება დღეს ზოგჯერ თამთასთან რჩებიან, მე მემოვდივარ აქციაზე, მე ჩავენაცვლებით თამთას და ასე დავდივართ აქციაზე მონაცვლეობითო. მოკლედ ეს მაგალითიც აჩვენებს რომ როცა თქვენ ერთიანობაზე საუბრობდით, იქ მენეჯმენტი, ორგანიზებულობა საჭირო და რა თქმა უნდა, ეს ძალა ჩვენში არის და ანუ სხვაში არ უნდა ვეძებოთ, ეს ძალა არის ჩვენში. ჩვენ უნდა დავაორგანიზოთ. ჩვენ უნდა დავაორგანიზოთ. ბავშვები ვის დავუტოვოთ და როგორ გადავნაწილდეთ და აქციაზე როგორ წავიდეთ. გიორგის მოკითხვა და ჯიზების გამორთმევა, სიყვარულის ახსნა. თამთაჭხეიძე იყო ჩვენთან. ძალიან დიდი მადლობა, მართლა გადაიცით ჩვენგან მოკითხვა, არ დაგავიწყდეთ და თუ ახლაც გვიყურებს, დარწმუნებული ვარ, რომ ამაყობს თქვენით. მადლობა.